მოგესალმებით. კიდევ ერთი ასეთი საინტერესო თემა არის. ესე იგი, აი ფორუმებში ხშირად საქართველოს ამბებზე რაღაცა როა ლაპარაკი, სამეგრელოს ამბები აფხაზეთის. ხშირად ესეთი შემოდიან, თქვა, ესე ეგრეთ წოდებული აფხაზები, მაგრამ რა ვიცი, შეიძლება სხვა რაღაცა ისინი არიან სპეცსამსახურების ხალხი და ძალიან ხშირად ამ თემაზე სპეკულირებენ, რომ აიო, თქვენო ჩვენ აფსუებს გვეძახითო რაღაცა და ამ დროს თქვენ საქართველოს უნდა საქართველოს რაც იყავითო თქვენ იყავითო ესე იგი თბილისის გუბერნიაო რა ეგრე წერენ ხოლმე და ტიფლისკაია გუბერნია. ახლა ისტორიულად თუ ჩავუკვირდებით მართლაც რუსეთმა შეიერთა საქართველო როგორც დაკუცმაცებული იყო მაშინ და იყო თბილისის გუბერნია და ქუთაისის გუბერნია, მაგრამ აი ასეთი მიდგომი დროს სასაცილო ის არის, რომ შენ თუ აღმოსავლეთ საქართველოს ტიფლისკაია გუბერნიას ეძახი, მაშინ აფხაზეთმა რა უნდა ითქვას მაშინ, ხო, საერთოდ, იმიტომ რომ ეგ იყო ესე იგი სოხუმსკი ოკრუგ ქუთაისკაია გუბერნია. ქუთაისის გუბერნიის ოკრუგი იყო ფაქტიურად პატარა ავტონომია ჰქონდა, როგორც აი თქვა, სამხრეთ ოსეთის ოლქს ალბათ დაახლოებით იმ დონეზე. შეიძლება ნაკლებიც და იყო ფაქტიურად დამოუკიდებელი ავტონომიური ერთეულება ალბათ არც იყო, რა ვიცი, მე ასობი ოკრუგიც ერქვა რაღაც ნაწილი იქ გაგრის და იმის ჩერნომორსკაია გუბერნიასაც ეკუთვნოდა რაღაც პერიოდს იცვლებოდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ესეთი რომ აი აფხაზეთის რესპუბლიკა და ავტონომიური რესპუბლიკა ეგეთი რამე ნახდად არ იყო, ხო და აი ეს ადამიანები მაინც მუდმივად ამ თემას დააძრობენ ხოლმე, რომ აი там ტიფლისკაია გუბერნია, თან ძალიან უხარია ტიფლისკაია, არა თბილისკაია. ეს რატომღაც ითვლება, რომ აი თომისა. არ ვიცი მოკლედ. ხო და მე რა კიდე სპეკულაცია მედეს აი ენის საკითხზე, რომ აი თქვენ ისა რა ქვია. კეკელკე ჯერ ესეთი გამოთქმა აქვს ხშირად ადრე ძალიან წინდა ხოლმე. ანუ კეკელკებში რა იგულისხმება, რომ თქვენაო ძალიან ნაზი ხალხი ხართო ნეჟნი ომში ჩვენ ძალიან ადვილად დაგამარცხოთო, იმიტომ რომ თქვენ ხართო რაღაცა ფაქიზი ხელებით ალბათ ამით ხას უსვამენ, რომ ჩვენ ძალიან სასტიკები ვარ და თქვენ ძალიან ისინი ხართ კეკელკი რა, ეგეთი ეს გამოთქმა აქვს და ეგეც რა სისულელეა კეკელკი. ну ფაქტიურად ეს იდეოლოგიური ის არის რაღაცა ნიუანსი ეთყობა, რომ აი ამით აღნიშნავენ, რომ ძალიან მაგარი მეომრები ვარ და ძალიან ველურები და ძალიან მაგრები. ალბათ ეს არის და ну короче ასეთი რაღაცა ტვინის გამორიცხვის შედეგია 100%-იანი, სხვანაირად ამას ვერ ახსნი. ის იგივე მიდგომაა ეს აი ომი ჩვენ მოვიგეთ და ზოგიერთი იმასაც წერს, რომ თქვენ ამბობთ, რომ რუსეთი გეხმარებოდა თუ რუსეთი პერიკი თქვენ გეხმარებოდა თუ ელცინიო რაღაც იარაღი გადასცაო ისაო ეს. მოკლედ ყველაფერი ამობრუნებულია რა. ვერ გაიგებს საერთოდ ლოგიკას ლაპარაკში. საინტერესო რაღაცებს გაიგებს კაცი ფორუმებიდან. რუსულად როცა გამართულად წერს ადამიანი, უმეტესად ეს აფხაზის დაწერილია და ჩვენი ქართველებიც რა თქმა უნდა ხანდახან კარგი სულელებს დაუწერენ ხოლმე, მაგრამ ეს რაღაცა არეული რუსულით როცა დაწერილი, უკვე მიხვდები, რომ ნამდვილად ჩვენ მხრიდან არის დაწერილი და ხანდახან საინტერესო აზრებიც არის, რა თქმა უნდა.